დილამშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ ყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია ჟესტურ ენაზე თარგმანით. თქვენ გახსოვთ ჩვენი გადაცემის კონცეფცია, რომელიც მთლიანად ადამიანის ღირებულებას ეფუძნება და არც გაგიკვირდებათ, როდესაც ადამიანის ამა თუ იმ პრობლემაზე ვსაუბრობთ და განსაკუთრებით, როდესაც ამ თარიღებს გამოყოფთ ხოლმე, თარიღებს, რომელიც პრობლემის ცნობადობას ემსახურება. როდესაც ჩვენ ტრადიციას მივყვებით, ამ შემთხვევაში გულისხმობთ თანმიმდევრულობასაც, როდესაც ყოველწლიურად ამა თუ იმ პრობლემასთან დაკავშირებით ვიკრიბებით და საზოგადოებას მთავარ სათქმელს ვუზიარებთ. სათქმელს, რომელიც სამედიცინო საზოგადოებას დაუგროვდა ამ თემასთან დაკავშირებით და რომელსაც პროფესიონალები თვლიან ყველაზე მნიშვნელოვან გზავნილად იმისათვის, რომ იცოდეს ეს საზოგადოებამაც. დღეს ჩვენ ტრადიციულად ვაგრძელებთ ასეთი შეხვედრების ციკლს და ვაგრძელებთ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ დღევანდელი თარიღი ბრონქული ასთმის ცნობადობის დღეს უკავშირდება და მთავარი სათქმელი, რომელიც საგანგებოდ გამოჰყვეს პროფესიონალებმა, ეს არის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული, მკურნალობის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული, კონკრეტული ფორმის საშუალებების მკურნალობასთან დაკავშირებული. ამაზე დეტალურად ვისაუბრებთ ჩვენი გადაცემის მეგობართან და დღევანდელ სტუმართან ერთად, რომელიც გახლავთ იმუნოლოგ ალერგოლოგი პროფესორი ქალბატონი მაია გოთუა. დილამშვიდობისა ქალბატონი მაია, მოგზავნით. დილამშვიდობისა, მადლობა მოწვევისთვის. ყოველთვის ძალიან მიხარია თქვენ იცით თქვენი სტუმრობა და გულწრფელად გეტყვით, ძალიან მადლიერი ვარ და ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ ჩვენ ამდენი წლის მანძილზე შევინარჩუნეთ ტრადიცია, როდესაც ბრონქული ასთმის მსოფლიო დღეს ერთად ვხვდებით და ყოველთვის გვაქვს საშუალება თქვენგან მოვისმინოთ რა არის დარგში სიახლე, მით უფრო რომ საერთაშორისო ორგანიზაციებში, რომელიც ამ მიმართულებას განსაზღვრავს, ორგანიზაციებში, სადაც იქმნება პოლიტიკა ამ დაავადებასთან დაკავშირებით, თქვენ უშუალოდ მუშაობთ და მონაწილეობთ დღიდან დღემდე და ეს იმას ნიშნავს, რომ დღეს რასაც მოვისმენთ, ეს არის სწორედ უკანასკნელი სიტყვა დარგში და მტკიცებითი მედიცინის უკანასკნელ მიღწევებზე დაფუძნებული ინფორმაცია. ინჰალაციური მკურნალობა და ინჰალაციური მკურნალობის ხელმისაწვდომობა. ეს სათქმელი აირჩია პროფესიულმა საზოგადოებამ იმისათვის, რომ ფართო საზოგადოებისათვის არა უბრალოდ ბრონქული ასთმა გაეხსენებინა, არამედ ეთქვა, რომ ინჰალაციური მკურნალობა უნდა იყოს ყველასთვის ერთნაირად. რამ განაპირობა ქალბატონ მაია, რომ სწორედ ეს ფრაზა იქცა მთავარ სათქმელად და რა როლი აქვს ინჰალაციურ მკურნალობას დღეს ბრონქული ასთმის მართვაში? დიდი მადლობა თქვენ გადაცემას, რომ ამ ტრადიციულ შეხვედრებს აგრძელებთ და ყველა იმ სლოგანს განვიხილავთ ყოველწლიურად, რომელიც არჩეული არის ჯინა ეს არის ასთმის მართვის გლობალური სტრატეგიის მიერ შექმნილი ასთმის მართვის გაიდლაინი. ის არის საერთაშორისო, მასში მონაწილეობას ღებულობს მსოფლიოს ექსპერტები და მეც მადლობა ღმერთს საქართველოს სახელით მაქვს შესაძლებლობა აი ამ პულსზე გვეჭიროს ხელი სხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად. თქვენ ძალიან ინჰალაციური თერაპია, რა თქმა უნდა, ხელმისაწვდომობა ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ 2019 წელს ჯინამ მნიშვნელოვანი, ანუ ასთმის მართვის მთავარი სახელმძღვანელოს ძირითადი სლოგანი იყო არა მხოლოდ ასთმის შეტევის მოხსნა, არამედ მთავარი სამიზნე ეს არის ასთმის საფუძველში, მისი განვითარებაში მთავარი მონაწილე ალერგიული ანთების შეცნობა და მე ამ ანთების საწინააღმდეგო შესაბამისი მედიკამენტების გამოყენება. და ის წინსვლა, რაც დღევანდელ დღეს არის, შემოვიდა ასეთი განმარტება ანტიანთებითი ასთმის სიმპტომების შემამსუბუქებელი და წამლები და ეს წამლები არის საინჰალაციო. იმიტომ რომ სადაც შესაძლებლობა აქვს დაავადების მართვისათვის ექიმს და ის არის მიზანმიმართული
შოკ ორგანოსთან ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ერთი სწრაფია, მეორე ეფექტურია და მესამე ნაკლები გვერდითი სიმპტომები აქვს. ამიტომაც თუ ასთმის მართვაში განსაკუთრებული მნიშვნელობა წლების წინ ანტიანთებით თქვათ, სულ პირველად ეს იყო სტეროიდული საშუალებები შეტევის მოსახსნელადაც და საერთოდ კონტროლის მისაღწევად საინგალაციო კორტიკოსტეროიდების შემოტანამ მედიცინაში უდიდესი პროგრესი განაპირობა მთელ საზოგადოებაში. იმიტომ რომ საინგალაციოდ მიღებული, ესე იგი სასუნთქი გზით მიღებული წამლები, კორტიკოსტეროიდები ძალიან მცირე ბიოშეღწევადობის მატარებლები არიან. ანუ მოსახლეობას, რომელსაც შეიძლება ეშინია და აი სიტყვა კორტიკოსტეროიდი პირდაპირ მისთვის არის მიუღებელი, უკიდურესად დრამატული ჟღერადობის. უკიდურესად დრამატული ჟღერადობის და ალბათ სტიგმატიზაცია, როდესაც ადამიანი დიაგნოზს ასთმას გაურბის, პირველ რიგში იმითი არის განპირობებული, რომ კი არის ეს დაავადება, მაგრამ მერე წამლებს რომ მივიღებ და ის წარსული სამწუხაროდ ალბედითი წარსული, რომელიც სამწუხაროდ შეიძლება ბევრ ჩვენთანაც, რომელთაც დიდი ხნით ადრე მოუწია მკურნალობა ასთმის მქონე პაციენტების გვახსოვს, რომ არასისტემურად, ანუ დიდი ხნის მანძილზე არასწორად მიღებული კორტიკოსტეროიდები ბევრი გვერდითი სიმპტომების მატარებლები არიან. ამიტომ ეს სტიგმასაც გარკვეულწილად ასაზრდოებს ეს. დიახ, ეს თემა, რომ ის ადამიანები, რომლებიც ამ წამლებს დიდი ხნის მანძილზე ღებულობენ, სამწუხაროდ არის ისეთებიც, რომელიც დღესაც აი ამ იძულებულნი არიან გააგრძელონ ტაბლეტირებულ ან საინექციო თერაპიის, აქაც უნდა ვთქვათ, რომ ისიც მავნებელია ექიმთან შეთანხმების გარეშე საინექციო პროლონგირებული კორტიკოსტეროიდები ესეთი არის, მიიღონ და თითქოს ფიქრობენ, რომ მე თუ ამ ნემს გავიკეთებ, ის გახანგრძლივდება და მე მასის გვერდითი მოვლენები არ ექნება და სამწუხაროდ აი ამ საინექციო გახანგრძლივებულ კორტიკოსტეროიდებს ხანგრძლივად ხმარობენ და მათ ასევე შეიძლება გვერდითი მოვლენები და სერიოზული გვერდითი მოვლენები მოყვეს. ამიტომ საინგალაციო, ანუ ჩასასუნთქი წამლები, ინგალაციის სტეროიდები, ინგალაციური გზით მიღებული ბიოშეღწევადობის თვალსაზრისით ძალიან საიმედოცაა და უსაფრთხოც. ამ წამლებს შორის, რა თქმა უნდა, არსებობს საუკეთესონიც და შედარებით ნაკლებად შეიძლება ჩემპიონები ბჭყალებში, მაგრამ ასევე გამოიყენება ყველა წამალი საინგალაციოდ მიღებული კორტიკოსტეროიდი, რა თქმა უნდა, ბიოშეღწევადობის თვალსაზრისით ბევრად უმჯობესია ვიდრე ტაბლეტირებული კორტიკოსტეროიდი. ქალბატონო მაია, თქვენ ძალიან მნიშვნელოვანი ფრაზები გამოიყენეთ, სანამ განმარტავდით, რა შეიცვალა თვითონ ბრონქული ასთმის მართვაში და რამდენად მნიშვნელოვანი ნაბიჯი აღმოჩნდა საინჰალაციო საშუალებების გამოყენება. მაგრამ წლევანდელი სლოგანი გამოირჩევა იმითაც, რომ არა უბრალოდ საინჰალაციო საშუალებებზეა ყურადღება გამახვილებული, არამედ ხელმისაწვდომობაზე. არ არის ხელმისაწვდომი ყოველთვის საინჰალაციო საშუალება. თუ რაღაც განსხვავებული დატვირთვა აქვს ამ სიტყვათა კომბინაციას, ერთი მხრივ გამახვილებულია ყურადღება, რომ დიახ, ახალი სიტყვა ბრონქული ასთმის მართვაში არის საინჰალაციო საშუალებები და ეს უკეთესი არჩევანია, მაგრამ მეორე მხრივ ლაპარაკია, რომ ყველასთვის, ანუ ყველას რომ ჰქონდეს ხელმისაწვდომობა. აქ აუცილებლად უნდა გავამახვილოთ ყურადღება, რომ დაბალი და საშუალო შესაძლებლობის ქვეყნებში მძიმე ასთმისაგან სიკვდილობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სამწუხაროდ განპირობებულია საინგალაციო თერაპიის ხელმიუწვდომლობით. მაგრამ რატომ? იცით რა არის? ეს წამლები, რომელიც მარტო სპაზმის მოსახსნელად გამოიყენება, კლასიკური პრეპარატები, რაც აფთიაქში იყიდება, არ არის ძვირი და გარკვეული ბევრ ქვეყანაში ის ასთმის მქონე პაციენტებს საუკეთესო შემთხვევაში შეიძლება გადაეცეს უფასოდ კიდეც. მაგრამ აქ პრობლემა რაშია, რომ ეს საინგალაციო თერაპიაში, ამ საინგალაციო თერაპიის მომქმედ წამლებში კომბინირებული წამლები განიხილება. ანუ წამლები, რომელიც ერთის მხრივ სპაზმს ხსნის და მეორე მხრივ, რომელთაც მათთან ერთად არის მიწოდებული საინგალაციო კორტიკოსტეროიდები. და აი საინგალაციო კორტიკოსტეროიდები თავისი ღირებულებით
შედარებით უფრო ფასის მატარებლები არიან. ანუ უფრო ძვირია რეალურად. უფრო ძვირია, დიახ, ამიტომ ეს საინგალაციო თერაპიის ხელმისაწვდომობა უკვე წინა გაიდლაინები, წინა ასთმის დღეები ამას დაეთმო და მთელ მოსახლეობას ჩვენ განუმარტავდით, რომ აუცილებელია იყოს კომბინირებული თერაპია. და ამ შემთხვევაში ეს წამლები, თუ ეს არის კომბინირებული, ეს იქნება ხანმოკლედ მოქმედი სპაზმის მოხსნელი წამალი, თუ ხანგრძლივად მოქმედი, ასევე სწრაფად მოქმედი სპაზმის შემამსუბუქებელი პრეპარატი. აუცილებლად უნდა იყოს კომბინირებული საინგალაციო სტეროიდთან. ეს არის ბოლო ახალი სიტყვა ჯინასი, მაგრამ წლევანდელი წლის ძირითადი ყურადღება მიპყრობილია, რომ ეს შედარებით უფრო ძვირი წამლები ხელმისაწვდომი გახდეს ყველასათვის. Დამხრივ მე მინდა ვთქვა, რომ საქართველოში ძალიან კარგი ნაბიჯები არის გადადგმული. იმდენად, რომ პაციენტებისთვის ის არა მარტო მოსახერხებელია, გარკვეულად ის შესაძლებლობას აძლევს მისი ასთმა იყოს კონტროლირებული არადროებით, არამედ ხანგრძლივად. ამიტომ ხელმისაწვდომობა ჩვენ რა თქმა უნდა გვესმის დროში. არა მხოლოდ ერთხელ, ორჯერ ან სამჯერ, არამედ ხანგრძლივად, რათა მოხდეს მათზე კონტროლი და მუდმივი ეფექტურობის შენარჩუნება. იმიტომ რომ ასთმაზე ბევრი ფაქტორი მოქმედებს და შეიძლება დღეს კონტროლირებული პაციენტი ხვალ გარკვეული მიზეზების გამო თუ ჩვენ რო გვექნება შეგვიძლია ვთქვათ რა ფაქტორები ამას ამწევს, გამოვიდეს კონტროლიდან. და ეს წამლები საქართველოში ბრენდული წამლები, თქვენ წარმოიდგინეთ ბრენდული, რომელიც არის საკმაოდ ძვირად ღირებული, თვით კომპანიის ინიციატივით მას ასთმის მქონე პაციენტებისთვის ექიმთან შეთანხმებით შესაძლებელია მათ მხარდაჭერის დოკუმენტი გაეცეთ, მოხდეს მათი რეგისტრაცია და ჩვეულებრივ აფთიაქში, რომელიც ფართო მოხმარების ქსელია, მივიდეს და წამალი მიიღოს ბევრად ნაკლებ ფასში, ვიდრე მისი რეალური ფასია. ეს არის უდიდესი მიღწევა, განსაკუთრებით ისეთი პრეპარატებისთვის, რომელიც საშუალო და მძიმე ასთმის მქონე პაციენტებისთვის არის საჭირო და მისი ღირებულება, გულისხმობ ევროპული წარმოების ორიგინალური წამლის ღირებულება საკმაოდ მაღალია, მაგრამ არსებობს კარგი ფასდაკლების ბარათი. აქ კიდევ უკეთესი შესაძლებლობაა, თუ პაციენტი მიმართავს ექიმს, იმიტომ რომ პაციენტის გამოკვლევის შედეგად მიღებული ფორმა 100 არის ის გასაღები შემდგომი სიკეთისთვის, რომ ოფიციალურად დადგენილი დიაგნოზის საფუძველზე მოხდეს უკვე სახელმწიფოს მიერ გაწეული ასეთი საკეთილდღეო დახმარება მისთვის ეს წამლები გახდეს ღირებული. ამიტომ მოუწოდებთ მოსახლეობას მიმართონ აუცილებლად მათ ოჯახის ექიმს, პედიატრს, რომელიც თავის შესაძლებლობის შეაფასებს მდგომარეობას გააგზავნის სპეციალისტთან და მისი ფორმა 100 საფუძველზე მოხდება მათი ასთმის ერთის მხრივ სწორი დანიშნულების მიცემა, იმიტომ რომ ხელმისაწვდომობა არ გულისხმობს, შეიძლება ხელმისაწვდომი იყოს და სწორედ ვერ მიიღოს პაციენტმა. ამიტომ აქ უნდა ვთქვათ, რომ ერთი შესაძლებელია წამალი მიიღონ ძალიან ასე ვთქვათ ხელმისაწვდომ მდგომარეობაში, მათ ან ფასდაკლებით მიიღონ, ან თითქმის სიმბოლურ ფასში და ამის გარდა მათ სჭირდებათ ამ წამლის სწორი გამოყენება და ექიმთან მისვლა, იმიტომ არის საჭირო პირველ რიგში შემოწმეს ტექნიკა, პაციენტი ამ საინგალაციო პრეპარატებს როგორ სწორად მოიხმარს. იმიტომ რომ ჩვენ სულ ყოველთვის ვამოწმებთ, რა გინ დიდი სტაჟი არ უნდა კონდეს პაციენტს მისი გამოყენების, შემოწმება ყოველთვის ჯობია. და მეორე, ეს არ არის ძალიან დიდ დროზე გათვლილი. პერიოდულად პაციენტი უნდა მივიდეს ექიმთან, რადგან ჩვენ ვამბობთ, რომ ასთმის მექანიზმი არის ის ალერგიული ანთება, რომელიც შეიძლება დროთა მანძილზე შეიცვალოს. ან პაციენტს სხვადასხვა გარემოში, სხვადასხვა საკვებთან, სხვადასხვა თუნდაც ცხოველთან, სხვადასხვა რისკ ფაქტორთან მოუწიოს, ასე ვთქვათ, შეხება. და ამის შედეგად მისი დანიშნულება შეიძლება შეიცვალოს. ამიტომ საინგალაციო თერაპია უნდა იყოს ხელმისაწვდომი და მეორე ეს არის, რომ ის უნდა იყოს სწორად მიღებული, გარკვეულ დროში და აუცილებლად უნდა მოხდეს მისი შემოწმება, როდესაც გადამოწმება ეს დანიშნულება არის თუ არა ქმედითი მოცემული მომენტისთვის. ძალიან დიდი მადლობა, ქალბატონო მაია. ძალიან მნიშვნელოვანი იყო სწორედ დღეს
ამ თარიღთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ გვესაუბრა არა უბრალოდ ცნობადობაზე და საზოგადოებისთვის შეგვეხსენებინა რომ ბრონქული ასთმა არსებობს და რომ უნდა ვიცოდეთ და ვისწავლოთ დაავადება განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენთან ახლოს არის ეს დიაგნოზი, არამედ გავითვალისწინოთ ის მთავარი სათქმელიც, რომელიც წლევანდელ თარიღს ახლავს, მით უფრო რომ თქვენ მიერ ნათქვამი ყოველი სიტყვა განსაკუთრებით ფასეული და მნიშვნელოვანია ბრონქული ასთმის მქონე პაციენტებისთვის და ოჯახებისთვის, სადაც ყავთ ასეთი ოჯახის წევრები, რადგან ამას აქვს თავისი პრაქტიკული მხარე, როგორ შეიძლება დღევანდელ რეალობაში ინჰალაციური თერაპია მართლაც იქცეს ხელმისაწვდომად შესაბამისი სწორი ნაბიჯების გადადგმით. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მე ვფიქრობ. ალბათ ერთიც უნდა დავამატოთ, რომ თავისთავად პერორალური ტაბლეტირებული ანტიასთმური პრეპარატები არსებობს საქართველოში, ისიც ასევე მეტნაკლებად ხელმისაწვდომი ხდება პაციენტებისთვის, მაგრამ ეს დღევანდელი ჩვენი ყურადღების გამახვილება საშუალო და მძიმე ასთმას ეხება, რომელსაც უნდა სწორი მართვა, მაგრამ საინგალაციო თერაპიის პრეპარატები პაციენტს სჭირდება იმისათვის, რომ უეცრად რომ მოხდეს გამწვავება, მათ დროზე მოახერხონ ასთმური შეტევის ლიკვიდაცია. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო თქვენი მხრიდან აი ამ სლოგანზე გამახვილება დღევანდელი ყურადღების. მადლობა, რომ ამის საშუალება მოგვეცით. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლდათ იმუნოლოგ-ალერგოლოგი პროფესორი ქალბატონი მაია გოთუა. მე ჯერ არ გემშვიდობები, წინ კვებით შუქნიშანი გელოდებათ. ტრადიციული სამფერი შუქნიშანი ეს არის რეკომენდაციების კრებული სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით. თქვენ ეს ძალიან კარგად იცით და წლების მანძილზე ჩვენ სწორედ ასეთი ხრიკით ვცდილობთ ხოლმე გაგიზიაროთ მტკიცებითი მედიცინის მონაპოვარი, რომელიც გვაქვს ამ შესაბამის სფეროში. მაგრამ დღევანდელი ჩემი რეკომენდაცია არის ძალიან საპასუხისმგებლო რეალობის გათვალისწინებით იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჩვენ ალერგიულ პროდუქტებზე არაერთხელ გვისაუბრია. ალერგიისა და კვების სირთულეებზე არაერთხელ გვისაუბრია. გვისაუბრია ჯვარედინ ალერგიებზე, მრავალ სხვა საკითხზე, რომელიც ძალიან საყურადღებოა ამ თვალსაზრისით. მაგრამ დღეს მე მინდა გაგახსენოთ ტერმინი ფარული ალერგენი. გახსოვთ, ჩვენ გვისაუბრია საკვებზე, სადაც შეიძლება იყოს ფარულად ესა თუ ის პროდუქტი, რომელთა მიმართაც თქვენ გაქვთ ალერგიული რეაქცია. მაგალითად, თხილის და თხილეულის მიმართ ალერგიული რეაქციის შემთხვევაში ამ პროდუქტიდან დამზადებული ცხიმის არსებობა ნებისმიერ კულინარიულ რეცეპტში შეიძლება იყოს პრობლემები, პოტენციური პრობლემები თქვენთვის. მაგრამ დღეს საგანგებოდ მინდა გამოვყო ის პროდუქტები და ის ნაერთები, რომლის შესახებაც თქვენ არ გაქვთ ასეთი კრიტიკული დამოკიდებულება. ეს ეხება დანამატებს. დანამატებს, რომელიც გამოიყენება სხეულის გასაჯანსაღებლად, სხეულის ფორმების შესაცვლელად და ასე შემდეგ, სხვადასხვა სპორტულ დარბაზებში, სხვადასხვა პროგრამების შესაბამისად და ძალიან ხშირად ადამიანები კარგავენ სიფხიზლეს და არც თუ ისე ყურადღებით აკვირდებიან იმ დეტალებს, რომელიც შესაძლოა დატანილია წარწერაზე, ეტიკეტზე ამ პროდუქტისა, ან შეიძლება არც კია დატანილი. ეს ის საკითხია, რომლის მიმართაც ცოტა მოვადუნეთ ყურადღება და რა კი დანამატი სამკურნალო წამლის მსგავსად სხვადასხვა კრიტიკულ ფაზას შეფასებისა და შემოწმებისა არ გადის, ჩვენც უფრო შემწყნარებელი გავხდით და რაც მთავარია, ჩვენ ნაკლები კრიტიკულობით და ყურადღებით ვაფასებთ იმ სარისკო ელემენტებს, ან იმ სარისკო პოტენციურ ალერგენებს, რომელზედაც არაერთხელ გაგიმახვილებიათ ყურადღება, მაგალითად, თუნდაც სუპერმარკეტში საკვები პროდუქტის შეძენისას. ასეთივე სიფხიზლე უნდა გამოიჩინოთ დანამატების გამოყენებისას, სპორტული დანამატების გამოყენებისას, რადგან ბოლო წლების მონაცემები ადასტურებს, შესაძლოა ასეთი ნივთიერებები აღმოჩნდეს თქვენთვის საყურადღებო ნივთიერებები. ანუ
პოტენციური ალერგენები ან ალერგიული პოტენციალის მქონე პროდუქტები. და ასეთ შემთხვევაში თქვენი ექიმის ჩართულობა, მასთან კონსულტაციის გავლა იქნება საუკეთესო გზა იმისათვის, რომ დაიცვათ საკუთარი თავი, დაიცვათ თქვენი ჯანმრთელობა და მეტი წინდახედულებით აირჩიოთ ყოველთვის შემდგომში მსგავსი პროდუქტები. ეს იყო დღევანდელი ჩემი რეკომენდაცია. მე გემშვიდობებით ჯანმრთელობას და დღესასწაულობას გისურვებთ.